ეს ბორჯომში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაა. აქ ფილების დაგება დილიდან წვიმაში მიმდინარეობდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა New Art ასრულებს, რომლის ხელმძღვანელი დღეს ბორჯომში არ იმყოფებოდა. მუნიციპალიტეტის მონიტორინგის განყოფილების უფროსი კი ირწმუნება, რომ მათი სამსახური პროცესს მუდმივ ზედამხედველობას უწევს. დროში ვერ არის კარგად საქმე, იცით ბორჯომში ზამთარი მოდის, მკაცრი კლიმატური პირობები, ამიტომ ისწრაფიან, რომ დროულად დაამთავრონ. რაც შეეხება რატო აგებენ დღეს, თქვათ, იგივე წვიმაში. აქ არავით არის ტექნოლოგიური პროცესები დარღვეული არ არის, არავით არის ყინვა არ არის, ჩვეულებრივი სამუშაო ამინდია. დღეს შეპირებული არიან უფრო მეტი, რომ ალბათ გადახურავენ ამ სამშენებლო ობიექტის იმ ნაწილს, სადაც მუშაობენ და გააგრძელებენ მუშაობას. ქალაქის ცენტრში დეკორატიული ფილების დაგების სამუშაოებზე 40,000 ლარი იხარჯება. ჩვენი მოთხოვნით გაითვალისწინეს ის მდგომარეობა, რომ აი აქ მაგალითად საკმაოდ დახრა ჰქონდა ადგილი და ზამთრის პირობებში, როდესაც თოვლი იდება, სასიარულო რთული იყო. ამიტომ ტერასულ ვარიანტს აკეთებენ აი ამ ნაწილში, ზედა ნაწილში და ასევე იქ ფეხით სავალი შემაერთებელი ბილიკი როა, იქაც ტერასული ვარიანტი გაკეთდება. უკმაყოფილონი არა ვარ, სხვათა შორის ძალიან კარგად მუშაობენ. ზურაბ ქიტიაშვილი ამბობს, რომ პროექტის დამფინანსებელი და დამკვეთი ამ შემთხვევაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს არ ჩაიბარებს. ეგეთი ძალიან ბევრი გვაქვს ჩვენ, რომელიც უხარისხოს სამუშაოები, საკმაოდ ბევრი კომპანია ამშენებელი და არ ვიბარებთ იმ ობიექტებს, რომელსაც დარღვეულია ამ პროექტი, ან დარღვეულია ტექნოლოგია, ან დარღვეულია ვადები. New Art-თან ხელშეკრულება 3 ნოემბერს გაფორმდა. შესრულებული და დასრულებული პროექტი კომპანიამ გამგეობას 4 დეკემბერს უნდა ჩააბაროს.